ექსპერტ-კრიმინალისტები დღეს დილიდან მლეთაში ლომისას სალოცავზე მისასვლელ ბილიკებს ათვალიერებენ. სამართალდამცველები 12 წლის წინ დაკარგული მოზარდის გურამ დადიანიძის კვალს ეძებენ. სამძებრო სამუშაოები სპეციალური ტექნიკით მიმდინარეობს. გურამ დადიანიძე გაურკვეველ ვითარებაში 2014 წელს გაუჩინარდა. მოზარდი თანმხლებ პირებთან ერთად ლომისობაზე იმყოფებოდა. მისი კვალი მაშინ დაიკარგა, როცა ისინი უკვე სალოცავიდან ბრუნდებოდნენ. გამოძიების ინფორმაციით მოზარდმა გზაში შეისვენა. ამ დროს ის ჩამორჩა თანმხლებ პირებს, ამის შემდეგ ის არავის უნახავს. ამ წლების განმავლობაში დედამისი ტერიტორიის საფუძვლიან დათვალიერებას ითხოვდა. ეს საქმე მას შემდეგ გააქტიურდა, რაც დედამ სოფო ბიბილაშვილმა თაია გამთენაძის YouTube არხზე გადაცემა „შენი ამბავი თაიასთან“ ისაუბრა, რასაც საზოგადოების რეზონანსიც მოყვა. საქმეში ჩაერთო ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე. მისი შეფასებით გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეში ბევრი საეჭვო გარემოება იკვეთება.